არადეკვატური დიეტებით დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება პრაქტიკულად წარმოუდგენელია რა. რამდენი მითი გვსმენია ხო ამაზე რაღაცა საუზმე აუცილებელია, ან საუზმე არ არის აუცილებელი, საუზმე პირველია თუ გინდა წონის კლება. როგორც კი საუზმე შემოვიტანეთ, მერე იქ ლანჩით შემოვიტანეთ, ან დავაგდა ყველაფერი, ანუ წონის კლებაც წავიდა. არ მახსენდება არც ერთი მომხმარებელი, ვისაც აი ეს მსნაობის პრობლემა არ ქონდა. მან გაქვს გამოწვევა, რომ რამდენად შეგიძლია შეინარჩუნო ეს შენი მიღწეული შედეგი. მზიკო, შენი პირველი რჩევა რა არის ხოლმე ამ დროს აი ეს მსნაობაზე, როცა მიდგება საქმე. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის Nutrition Academy of Georgia's პოდკასტი. ჩვენ ვართ დეა და მზიკო, ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებული კვების კოუჩები. დღეს ვისაუბრებთ წონის კლებაზე, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, შედეგებზე, გავაზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, ასევე შევეხებით რამოდენიმე გავრცელებულ მითს და, რა ვიცი, მოდი დავიწყოთ, ხო? მზიკო. დავიწყოთ, სალამი პირველ რიგში. და დეა ძალიან მიხარია, ახლა საშუალება რომ მოგვეცა დავსვდოთ და ესე ვისაუბროთ და ჩვენი გამოცდილება გავაზიაროთ, იმიტომ რომ მგონია რომ ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი გადის იმ გზას, რაც ჩვენ წლების წინ გავიარეთ და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რამაც ერთმანეთთან შეგვახვედრა. აკადემიაში მოგვიყვანა, კვების კოუჩები გავხდით და შემდეგ უკვე სხვა ადამიანების დახმარება დავიწყეთ და იქამდე ბევრიც და ექსპერიმენტის მეთოდი გამოვიარეთ, რასაც დღეს ბევრი ადამიანი გადის, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვებისთვის ჩვენი მოსმენა. და პირველი ეს მინდა ვთქვა, მეორე ცოტა ვღელავ მეგობრებო. მაგრამ არა უშავს. ესეც პატარა ნაბიჯებია და დავიწყებ ახლა. პირველი, რაზეც ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება რომ ვისაუბროთ, ჩვენ გამოცდილებაზე ვისაუბროთ, როგორ მოვედით აქამდე. და ანუ მე ვიყავი დაახლოებით 15 წლის ვიყავი, ანუ თინეიჯერი ვიყავი, როცა რაღაცა ამ ჩაკეტილ წრეში გავები, იმიტომ რომ რაღაც დიდი სტრესის გამო მოვიმატა ერთიანად რამდენიმე თვეში 15 კილოგრამი და მერე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ამ დიეტაჯის საიტთან, გემახსოვრება, ტოქსიკური ურთიერთობა დიეტაჯის საიტთან, საკმაოდ პოპულარული იყო იმ დროს და ანუ ბევრ ადამიანს ემახსოვრება ესეც და ანუ დაიწყო ეს რაღაცა ჩაკეტილი წრე რეალურად დაბალკალორიულ არაჯანსაღ დიეტებთან და საკვებთან არაჯანსაღი დამოკიდებულება. და ანუ თან ამ მომენტში, ანუ ამ პროცესში ის იყო, რომ წონას ვიკლებდი, მაგრამ დასრულებისთანავე მალევე ვიმატებდი ამ წონას რა, ანუ დიეტის დასრულებისთანავე და რეალურად, იქ ისევ იმავე ნიშნულზე არ ვბრუნდებოდი, მაგრამ ეს იყო რაღაცა პრობლემა იყო, რომელიც 15 წელი გრძელდებოდა და ჩაციკლული არ ვიყავი ამ 15 წლის მანძილზე, მაგრამ რაღაცა იყო, ეს დავიცავდი რაღაცა. ანას 15 დღიანი დიეტა -10 კილო 15 დღეში, სუხიშვილები, დუკანი, უგულავა, არ ვიცი, ძალიან მაწვნის დიეტა, ბოშის დიეტა, რომელი ერთი გავიხსენო, იქ შედიოდი და ყველა ვიცი. ყველა იცი, ხო? კი, ანუ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ვისაც გამოვლილი გვაქვს ერთი ტკივილი გვაერთიანებს მაგ ჟანრში. და ანუ მერე უკვე როცა დავიცავდი ამ დიეტას ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებოდი, რეალურად ანუ მერე ვხვდებოდი რაღაც მომენტში, რომ ისევ ავკრიფე კილოგრამები რა და ანუ მაგ დროს აანალიზებ, რომ რაღაცა არ მუშაობს და მერე რაღაცა ისევ იმავე წრეზე მივდიოდი და გზად რეალურად ამ გზაზე ბევრი ფსიქოლოგიური სტრესი იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცა არ მუშაობს, რაღაცას არასწორად აკეთებ. ან ჩემშია პრობლემა, ან ის შეგრძნება მქონდა, რომ მართლა რაღაცა არასწორ ნაბიჯებს თუ გამუბრალოდ, ამას საკმაოდ გვიან მივხვდი. მაშინ მაინც ის პერიოდი მქონდა და ის მომენტი მქონდა, რომ ალბათ მარტივ გამოსავალს ვეძებდი მეც და ეს მარტივი გამოსავალი იყო ეს შემოთავაზებები, რაც დიეტაჯიდან მოდიოდა. თუმცა, ხო, მერე, ანუ გრძელვადი ამ პერსპექტივაში უკვე რო გავიაზრი, ანუ ორი მთავარი მომენტი დამიდგა, ანუ ორი გამოწვევა, ორი პრობლემა. ერთი იყო ის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, რაც როგორც ვიცი შენგან, რომ შენც რაღაცა მსგავსი ისტორია გაქვს. ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და გასტროენტეროლოგის პაციენტი გავხდი მაგ პერიოდში და რეალურად გავიაზრე ის და ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო თქვენს გაიაზროთ, რომ ჯანსაღი და სწორად დაბალანსებული
კვება, კვების გვერდითი დადებითი ეფექტი არის წონის კლება. იმის მიღმა გრძელვადიან პერსპექტივაში ის დაკავშირებულია ჯანმრთელ ცხოვრებასთან, ჯანმრთელობასთან და ხარისხიან ცხოვრებასთან. იმიტომ რომ შეიძლება შენს და მეთანხმებიდია დარწმუნებული ვარ, შეიძლება წონა დაიკლო, მაგრამ იყო, არ ვიცი, რაღაცა უენერგიო, არაპროდუქტიული მთელი დღის მანძილზე და რა ვიცი, რა აზრი აქვს. სხვათა შორის გუშინ მქონდა გასაუბრება ერთ-ერთ ახალ მომხმარებელთან და ის მიზიარებდა, რომ თმების ცვენა დამეწყო, ჩხილების ხარისხი გამიუარესდაო, ანუ რეალურად აიქაც გარეგნო, ანუ ეს კი ჯანმრთელობის პრობლემებია, მაგრამ გარეგნობაზე აისახება რა, და ანუ საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რომ ეს დაბალკალორიული და რაღაცა არადეკვატური დიეტები ჯანმრთელობასაც ურწყავს და ამასთან ერთად გარეგნობაზე ძალიან ისე ჩვეულებრივად აისახება, თუ გვინდა ლამაზი ვიყოთ და კარგად გამოვიყურებოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაწილიც და მეორე პრობლემა რაც შემექმნა და რაც ასევე რეალურად ვთვლი რომ ჩვენი პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რომ ანუ წონის კლება სთან ერთად და ჯანსაღყვებასთან ერთად მე უკვე გადადის ანუ შენარჩუნების ნაწილში გადავდივართ ანუ ჩემი მთავარი გამოწვევა იყო შენარჩუნება იმიტომ რომ ნუ როგორ ვიკლებდი რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ ვიკლებდი და რა მნიშვნელობა როგორ არა აქვს მაგრამ ნუ ვიკლებდი მაგრამ ვერ ვინარჩუნებდი ფაქტია ხო და ანუ ამ შენარჩუნების გზაზე რა პრობლემებიც შემექმნა ანუ რაღაცას არ ვაკეთებდი არასწორად რა აი რაღაცა არ მუშაობდა აი როგორც წეღან აღნიშნა რომ რაღაცა არასწორ ნაბიჯებს დგამდი რა რეალურად და ეგ არის მეორე დიდი დრაკონი რაც როგორც ვამბობთ ხოლმე რომ რაც ამ პროცესში არის დასამარცხებელი ასე ვთქვათ დასამარცხებელი არა უფრო მოსათვინიერებელი ხო იმიტომ რომ ეს შენარჩუნების ჩელენჯი ძალიან ისეთია რა აქტუალურია და აქ მივდივართ ალბათ კიდევ ზუსტად იმ აზრამდე რომ სხვისი რატომ არ მუშაობს სხვისი დიეტა ჩემზე და ანუ რას ნიშნავს ეს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად მივუდგეთ ყველა ადამიანს რასაც პროცესში ვაკეთებთ იმიტომ რომ ყველანი ინდივიდები გვაქვს ყველას ჩვენი რა ვიცი გემოვნება გვაქვს ცხოვრების სტილი გვაქვს ფიზიკური აქტივობის დონე გვაქვს ჯანმრთელობა გვაქვს განსხვავებული ანუ განსხვავებულები ვართ და აი გუშინის გოგო მეუბნებოდა კაკრას რომ აი გეხვეწებიო აი 12 საათზე რომ რაღაცა 100 გრამი ვაშლი წერიაო ეგეთი დიეტა არ მინდა მეთქი არ იქნება ნუ დარდო ხო და ანუ შესაბამისად რაღაცა ეს სხვისი დიეტა მოკლევადიანად ერთ კვირაში შედეგს დაგიდებს, მაგრამ რა ვიცი, რამდენი შეიძლება დაგიდოს, ან შეიძლება არ დაგიდოს. ან წონის კლებას გულისხმობ, წონის კლების ნაწილში. დანარჩენი არა. და რამდენი ხანი იქნები ამ რაღაცა გაწერილ კვებაზე, ხო? ზუსტად მანდ არის იდეაში ყველაზე დიდი პრობლემა, რომ აი ამ მოკლევადიან დიეტებს რა აქვთ რა, აი ჩემი გამოცდილებიდანაც რა შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ ვუყურებდი SMS, რომ აი მოდი ახლა რაღაც 2 კვირა, მოდი 1 თვე გაიჭირვებ და მე ერთი სული გაქვს, როდის დაუბრუნდები ჩვეულებრივ ცხოვრებას და რატომღაც ილუზია გაქვს, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდები და ეს შენ დაკლებული კილოგრამები დარჩება დაკლებული და ეგ ხო პარადოქსია, ანუ როგორ შეიძლება შენ ისევ ძველ ჩვევებს დაუბრუნდე და შეინარჩუნო დაკლებული წონა, ანუ ძველი ჩვევები ხო ძველ შედეგს მოგიტანს რეალურად და მაშინ ესე არ უყურებ, როცა სწრაფი შედეგი გინდა ეგრე არ უყურებ რა და აი მანდ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც მგონია რომ ვაწყდებით და ვაწყდებოდით და ძალიან სწორად აღნიშნე ინდივიდუალურ მიდგომაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, ყველა ადამიანის ორგანიზმი არის ინდივიდუალური. აი ჯანმრთელობის პრობლემა, რაც შენახსენე გასტროენტეროლოგის პაციენტი გავხდი. სინამდვილეში, როგორც თოკოს უყვარს ხოლმე ხშირად აღნიშნა, რომ ჩვენი ორგანიზმი იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია რა და სადაც ყველაზე სუდ წერტილს იპოვის ძირითადად იქ გვერტყავს ხოლმე. მე მაგალითად საერთოდ სხვა რაღაცაზე დამარტყა, ანუ გასტროენტეროლოგია, რა ვიცი როგორ ჩანს უფრო ძლიერი აღმოჩნდა ჩემ შემთხვევაში, მაგრამ შესაბამისად მე დამარტყა ჰორმონებზე და ესეც ძალიან ხშირია, ანუ როდესაც დიდი რაოდენობით წონას ვიკლებთ რაღაცა პერიოდში და შეიძლება იქ ზღვარცაც გადავიდეთ და მე დამიდგა რეალურად ეგ პრობლემა, რომ ძალიან მივუახლოვდი უკვე აი რაღაც კრიტიკულ ნიშნულს ჩემი წონის და ჩვეულებრივ აღმოჩნდი ამინორეა, ვინც არის ის არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ამის რისკის ქვეშ აღმოჩნდი და ეს არ არის სახუმარო ამბავი რა, ანუ წარმოიდგინეთ ამ შემთხვევაში ორგანიზმი ეხა როგორც შენ შემთხვევაში მზიკო გადავიდა რაღაც დაგარტყა შენ სუსტ ადგილას, როგორც ჩემ შემთხვევაში სუსტი ადგილი იყო ეს და ორგანიზმი, როდესაც არის აი რაღაცა ენერგიის დაზოგვის რეჟიმში და უკვე რაღაც გადარჩენისთვის იბრძვის, რაღაცა ნელ-ნელა რაღაც ფუნქციებს ჯერ თიშავს, შეიძლება რაღაც ფუნქციები მოადუნოს და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ცუდია. ახლა წარმოიდგინეთ, ახლა ქალის შემთხვევაში რეპროდუქციულ სისტემაზე ურტყავს ხო პირდაპირ რაღაცა ჰორმონალური დისბალანსი და ეს არის განგაშის სიგნალი სინამდვილეში. აი ამ შემთხვევაში იმ ადამიანის არსებობა ვინც სწორ გიდირებას გაგიწევს, ვინც სწორად დაგეხმარება, რომ ისე მიაღწიო შენ სასურველ შედეგს, რომ რაღაც სასიცოცხლო ფუნქციებს არ დაარტყას სინამდვილეში უმნიშვნელოვანესია რა და დარწმუნებული ვარ მეც და შენც ესეთი სწორი ადამიანი რო გყოლოდა ძალიან ბევრ რაღაცას თავს ავარიდებდით და რეალურად მიუხედავად იმისა, რომ კი აკადემიაში ვსწავლობ, ეხლაც ვაგრძელებ სწავლას, უკვე ძალიან ბევრი ცოდნა შევიძინე და სხვა ადამიანს ვეხმარები, ის შედეგები, რაც მაშინ დამიდგა ჯანმრთელობის პრობლემის კუთხით, ჯერ კიდევ იმის აღმოფხვრის პროცესში ვარ რა, ანუ ესე მარტივად არ ხდება, ანუ რაღაცას თუ დაგარტყა, ესე მარტივად შეიძლება ვეღარ დაიბრუნო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა და ვისურვებდი, რომ აი ყველა ადამიანს ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ცოტა უფრო დიდ პერსპექტივაში შეხედოს ამ საკითხს რა, ეს არ არის უბრალოდ რაღაც მარტო დაკლებული კილოგრამები და მერე რა იქნება, მნიშვნელობა არა აქვს და მერე მივხედავ, ანუ მერე შეიძლება ესე მარტივად ვეღარ მიხედო. ეგ არის ალბათ ყველაზე ისეთი, რაც ვისურვებდი, რომ ბევრმა ადამიანმა გაითვალისწინოს. იცი რა მინდა გკითხო, ანუ შენ მე ძირითადად როგორც აღვნიშნე, უფრო ეს მცირე მოკლევადიან დიეტებს ვეტანებოდი და შენც და მაინც ყველაზე მეტად აი ამ ცდა ექსპერიმენტის გზაზე რომ რა დაშვებულ შეცდომას გაიხსენებდი, ანუ რომელიც აი მაგალითად დაგიშვია მერე უკვე როგორც ვიცი, უკვე რაღაცა შენით დაიწყე რაღაც ინფორმაციების მოძიება და რაღაცა ნუტრიციოლოგიის ჯუნგლებში რომელიც საქართველოში გვაქვს, ანუ შენით გზის გაყვალა და აი მან ცოტა მეტი დეტალი რო გაგვიზია, რომ რა გზა გაიარე. ადამიანი გარკვეულ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა პროცესებს გადის ფიზიოლოგიურად, ხო, ორგანიზმში სულ სხვადასხვა პროცესები მიდის და რეალურად მე რო შევეჯახე პრობლემას, რომ თუ რაღაც თინეიჯერობის ასაკში რაღაცა დიეტები ძალიან მარტივად 2-3 დღეში რაღაც შედეგს მაინც მაძლევდა და მოდი ახლა რაღაც 6-ის მერე არ შევჭამ ერთი რამდენიმე დღე და 1-2 კილოს დავიკლებ. რაღაც პერიოდის მერე მივხვდი, რომ უკვე აღარ მუშაობს და მაშინ დამჭირდა რეალურად მეტი ცოდნის მიღება, რომ რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რაც ცოტა უფრო კომპლექსურად მივუდგებოდი რა, იმიტომ რომ მაშინ მყავდა პატარა, თან ახალი გაჩენილი მყავდა ნატუკა პატარა 1 წლის იყო დაახლოებით და აი მივხვდი, რომ ნუ აღარ მიდის რა ესე მარტივად ეს შენი მომატებული კილოგრამები და მოდი ახლა ხო ეს იყო კიდე მნიშვნელოვანი, რომ როდესაც პატარა ყავს ძალიან ბევრი გაიდლაინი იყო თან შეცვლილი ბავშვთა კვებაშიც მაშინ ჩემი რაღაც პირველი შვილის მერე 10 წელი იყო გასული და მაშინ დავიწყე კიდე მოძიება, რომ აი ბავშვის კვებაში როგორ დამეწყო რაღაცა ის სწორად რა უნდა გამეთვალისწინებინა რა არა და მერე დამარტყა რა მან თავში, რომ მოდი ახლა რაღაც შენზეც ხვარცდი რაღაცეებს, იმიტომ რომ ჩემთვის მაგ დროს მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ჩემ შულს რასაც ჯანსაღს და სწორად მივაწოდებდი, მნიშვნელოვანი იყო, რომ გემრიელი ყოფილიყო რა, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ რაღაცა ეს ბავშვობის ტრავმები რაც შეიძლება ბევრ ადამიანს აქვს, ავიცი მე მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაც წვნიანს ვერ ვჭამდა, ძალიან უჭმელი ბავშვი ვიყავი მე თვითონ და მამდვილად მჯეროდა, რომ რაღაცა ერთ-ერთი გასაღები ეგ იყო, რომ რასაც შეჭამ უნდა იყოს გემრიელი და პლუს
მაქსიმალურად უნდა იყოს მიმსგავსებული, თუნდაც ვიზუალურად მაინც იმასთან, რასაც დიდები ჭამენ, იმიტომ რომ აქვთ ხოლმე ბავშვებს რა, რომ აი ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე, შენ როგორც ჭამ, მეც ზუსტად ეგეთი რაღაც მინდა და მოკლედ მაქედან დავიწყე რა, სინამდვილეში ძალიან ბევრი რაღაცის მოძიება და დავინტერესდი და აი მე დავიწყე პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმით რა, ამაზეც მინდოდა რომ გამემახვილებინა ყურადღება, რომ როდესაც გადავწყვიტე რომ აი კომპლექსურად მივდგომოდი საკითხს და აი მოდი ცოტა დიდი სურათს შევხედოთ და გრძელვადიანად გავყვეთ ამ გზას, პირველი რაც იყო და რაც გავაკეთე და დავაკვირდი ჯერ ჩემ თავს იყო რომ დილას აი რაღაც ეს გადარბენაზე რო ხარ თან ბავშვები რო ყავს სამსახურში გაგვიანდება დილას ისე გავდიოდი სახლიდან რომ არ საუზმობდი. ეს საუზმის თემაც ხო რაღაც ძალიან ისეთი გავრცელებული თემაა, რამდენი მითიქვსმენია ხო ამაზე რაღაცა საუზმე აუცილებელია, ან საუზმე არ არის აუცილებელი, საუზმე პირველია თუ გინდა წონის კლება. ესო კი პირიქით ხო რაღაც ფასტინგზე თუ არის რაღაცა ინტერვალურ ფასტინგს რასაც ვეძახით ხო აი 18 საათიანი და მაგ შემთხვევაში შეიძლება 12-მდე საერთოდ ნუ მოკლედ ამ საუზმეზე ძალიან ბევრი რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვსმენია და მეც მივადექი მოკლედ საუზმეს პირველი დარტყმა საუზმეზე და საუზმე ამოიღე. საუზმე იყო დამნაშავე? არა, პირიქით ნახე, ხა რა მოხდა, საუზმე შემოვიტანე ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ბევრი რაღაცამ დაიწყო დალაგება. აი ხა ნახე საიდან ყალიბდება მითი დარწმუნებული ვარ. საუზმე შემოვიტანე და ნელ-ნელა რაღაცნაირად დაიწყო ჩემმა კილოგრამებმაც ჩამოსვლა. ეხა ვიღაცამ რო ეს გაიგოს და მოისმინოს იტყვის, აი, ხო ვამბობდი საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია თუ გინდა წონის კლება, მაგრამ სად იმალება ეხლა აქ ძაღლის თავი. მე რას ვაკეთებდი, ანუ ზოგადად საუზმესოც არ ვჭამდი, მე ხა ძალიან ისეთი სტანდარტული საოფისე სამსახური მქონდა, სადაც მივდიოდი დილით, ვსვავდი ყავას და რაღაც შუადღის შესვენება მქონდა დაახლოებით პირველ 2 საათზე. აი მაგ დროს ვიყავი ხოლმე უკავე ისეთი მშიერი. თვალზე რო ბინდი გაქვს, ხო იცი გადაკრული და ერთი სული რო გაქვს რო რაღაც შეჭამო. საერთოდ ვეღარც პორციას ვაკონტროლებდი, ვეღარც რა ვჭამდი იმას და აი რაღაც ოღონდაც რაღაც მეჭამა, აი ეგეთ რეჟიმში ვიყავი ხოლმე და მაგ დროს ვფიქრობ, რომ ეგ იყო ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა რა და როგორც კი საუზმე შემოვიტანე ну, საუზმე არ არის აუცილებელი რაღაც სუფრა გავშალოთ, ხო? დილას ეგეც ძალიან ინდივიდუალურია, ხო? ვიღაცას შეიძლება 2 ლუკმა ეყოს, ვიღაცას არა. საუზმე რო შემოვიტანე, მივხვდი რომ ამ ჩემ შესვენებამდე ძალიან შვიდად და წყნარად მივდივარ და შესვენებაზეც საკმაოდ ადეკვატურ რაოდენობის საჭმელს ვჭამ და აღარ ვარ რაღაცა ესე მგელივით. ეხლა ვიღაცამ ეს რო გაიგოს, შეიძლება თქვას, რომ აი საუზმე არის დამნაშავე და სინამდვილეში ცოტა ზემოდან რო დავხედოთ. საუზმემ ქნა ის, რომ მე დამიბალანსა სადილი, შემდეგ ადეკვატურ სადილს მოყვა რაღაცა ადეკვატური ვახშამი და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ დღის განმავლობაში ცოტა დალაგდა ჩემი კვება. შენ რა შვები საუზმის კუთხით ისე? შენი მე რა შვები საუზმის კუთხით და მე საუზმობ, ჩემთვის საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია. ხლა უკვე ჩემთვისაც? კი, საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია. და პირველი ოღონდ მეჩქარება დილას სულ ყოველთვის, ანუ ბევრი დრო არ მაქვს და ძირითადად ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია ეგ, რომ აი დრო არ მაქვს საუზმის მოსამზადებლად, სულ გავრბივარ მეჩქარება შესაბამისად, წინა ღამეს ვიმზადებ ძალიან მარტივად ჩიას პუდინგს, ან ეგრეთ წოდებულ overnight შვრიასა და ჩიასთან ერთად, ან კეფირთან, ან ნუშის რძესთან ერთად, რომელიც არის, არ ვიცი, 5 წუთი სჭირდება წინა ღამეს მოსამზადებლად, მაცივარში შეაგდებ, გააგემრიელებ ცოტა ახალი ხილით, კენკრით, ბანანით, აი გემოვნების ამბავია და მეორე დილას, არ ვიცი, მიირთმევ ძალიან გემრიელად და ჩვეულებრივად, ანუ ენერგიას გაძლევს და ეგეც შენი საუზმე, ანუ დრო არ მაქვს, ამ შემთხვევაში არ მუშაობს რა. თუმცა, ანუ როგორი რაღაცა იცი, რომ აი ხა საუზმეზე რო აღნიშნე, ანუ ეგეც ძალიან ინდივიდუალური ამბავია რა, იმიტომ რომ მანდაც ისე უნდა მიუდგეთ ძალიან ინდივიდუალურად, ანუ ვიღაცაზე ვიღაცას შეიძლება სჭირდებოდეს, იმიტომ რომ შენი кейსი რაც მოყევი, ესეთი მომხმარებლები მე მყოლია. ანუ
მყოლია მომხმარებლები, რომლებიც არ საუზმობდნენ დილას, იმიტომ რომ კალორიებს დავზოგავ, მერე მთელი დღე ან სადილი ქონდათ, ანუ ლანჩზე დიდ პორციას იღებდნენ და მერე ვახშამზე ძალიან დიდ პორციას იღებდნენ და უკვე კალორიულ პროფიციტში, ანუ კალორიულ ნამატში იყვნენ და ანუ წონასაც იმატებდნენ შესაბამისად, ან კიდევ საუზმესაც ზოგავდნენ, ანუ მოდი საუზმითაც ზოგავდნენ კალორიებს. მერე ლანჩსაც არ ჭამდნენ და ლანჩითაც თითქოს ზოგავდნენ, მაგრამ მთელი დღე სმუსნაობდნენ, ეგრეთ წოდებული სმუსნაობა, რასაც ქვია. ანუ მაღალ კალორიული, მაღალ შაქრიანი, მაღალ ცხიმიანი რაღაც ურცხობილები და ასე შემდეგ, რაც ჩიპსით, ანუ მთელი დღე ოღონდ მაგას ძირითადად ადამიანები, ანუ არ ვიცი, ჩემს პრაქტიკაში ესეა ეძახიან, რომ არაფერს არ ვჭამ, ანუ მაგას ძირითადად ჭაყვებაში არ გადის და რეალურად კალორიას გვაძლევს, იმ მომენტში ენერგიას გვაძლევს, მაგრამ ანუ ორგანიზმისთვის აი მსგავსი ტიპის ქცევა ძალიან ცუდია და არ არის კარგი და ანუ მაგას გავშლით მერე რატომ და ანუ შემდეგ ანუ წარმოიდგინე და მერე უკვე სახლში მისულზე ან თემა იყო ის, რომ დიდი პორციის ვახშამი და ანუ ეს რამდენად არასწორი ქცევა და ძალიან ხშირი ქცევა არის, ანუ გარშემო და როგორც კი ანუ მსგავს მომხმარებელთან დავაბალანსე, რომ ანუ საუზმე შენიტერი არ არის და ანუ კალორიების ანუ გავაანალიზებინე, რომ კალორიებს კი არ ზოგავ და პირიქით დღის მანძილზე მეტ და მეტ კალორიას იღებ და ამ ქცევით და როგორც კი საუზმე შემოვიტანეთ, მერე იქ ლანჩით შემოვიტანეთ, ან დავაგდა ყველაფერი ანუ წონის კლებაც წავიდა, ენერგიის ეს არ ქონდა, რა ქვია, ფლუქტუაციაც აღარ ქონდა და ანუ ძალიან ბედნიერი იყო საბოლოო ჯამში რა. და ანუ რეალურად მაგ დროს მეორე მომხმარებელიც ყავს, უბრალოდ ყავდა, ანუ აღარ მუშაობ მასთან, რომელიც დილას საუზმეს ვერ ჭამდა, იმიტომ რომ არ მშიაო და ანუ არც ეგ არის ტრაგედია და ანუ პრობლემა, იმიტომ რომ სხვანაირი ბიოლოგიური საათი აქვს და სხვანაირი ანუ ცირკადული რიტმი, ანუ შინაგანი საათი აქვს იმ ადამიანს და რაღაცა გვიან 11-ზე, 12-ზე, რა ვიცი, პირველზე გემრიელად მიირთმევს, ანუ მაგ დროს თუ პორციას არ აჭარბებ და ანუ ადეკვატური რაოდენობას ჭამან მიირთმევს ადამიანი, ანუ არ არის ეგ პრობლემა. თუმცა აი აქ უნდა აღინიშნოს უკვე, ну, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ამბები, თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია და აი მაგალითად ქალებისთვის, აი კაკრას რო ჰორმონებისთვის, თუ უზმოდ ვარჯიში მოკლედ არ არის კარგი და ანუ კრედიკულად არ შეიძლება რაღაცა ერთი ლუკმა მაინც უნდა მიიღოს ქალბატონმა რა თუ სულ არ შეოდეს ქალების შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება რაღაცა კონკრეტული ჯანმრთელობის რაღაცა ეს იყოს რა ქვია ბექგრაუნდი და პროფილი იყოს რომელსაც ესე რაღაცა სხვა მიდგომა ჭირდება. ეგ უკვე სხვა საქმეა. ეხლა ჩვენ საუბრობთ ჯანმრთელ ადამიანზე, რომელსაც შია ან არ შია დილას და ამაში ანუ რაღაცა ესეთი ტრაგედია არ არის არაფერი რა და რეალურად ხო და მე ეს მეორე დიდი პრობლემა ეს ჩვენი მსნაობა რაც არის რა ხო და ანუ ეს რა ვიცი ჩვეულები ანუ ამის მერე უკვე მგონია რომ ანუ გარშემო არ ვიცი ჩემ გარშემო ადამიანების ანუ ჩემი მომხმარებლების 50% ალბათ იგივე პრობლემით მოდის და როგორც ვიცი ანუ ეს პატერნი აკადემიაში რასაც უზიარებთ ხოლმე ძალიან ესე აქტიურად ტრიალებს რომ ეს ხშირი ხემსი არა უფრო ხშირი არაჯანსაღი ხემსის მსნაობა რამდენად დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც ფიზიოლოგიური კუთხით ისე ფსიქოლოგიური კუთხით ანუ ფიზიოლოგიური კუთხით იმ ჟანრში რომ როცა საკვებს ვიღებთ მაგ დროს ხო სისხლში გლუკოზის დონე, ანუ შაქრის დონე იწევს, შესაბამისად იწევს ინსულინის დონეც, ანუ ამ დროს ორივე მაღალია მუდმივად, ანუ მოსვენებელ მდგომარეობაში არ ვაყენებთ ორგანიზმს, იმიტომ რომ ყველა 1 საათში რაღაცას ვიღებთ. შესაბამისად, ანუ აქ დროს უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში ინსულინ რეზისტენტულობა ყარიბდება და ერთი ეგ რაც შეიძლება პრობლემა იყოს და მეორე ფსიქოლოგიური კუთხით ადამიანი უკვე ვეღარ ხვდება როდის მართლაშია თუ უბრალოდ რაღაცა დოფამინის წყარო უნდა. აი ეს რაღაცა ყოველ და ისე ვარ საუბრობ რაღაცა სპეციალურ მდგომარეობებზე, როცა ხშირად ყვება მაგალითად გასტრიტის დროს. ნუ ეს არ გულისხმობა არაჯანსაღ ხემზე, მაგრამ აი რაღაცა სპეციალური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხშირი და პატარა ულუფებით ყვება არის საჭირო. ანუ ესეც ინდივიდუალურია რა. ეხლა უფრო ქცევით ნაწილზე ვამახვილებ, მე პირადად ყურადღებას რატო შეიძლება იყოს ეგ მსნაობა პრობლემა. მომხმარებლების 50% ახსენე ხა ჩემ შემთხვევაში
არ მახსენდება არც ერთი მომხმარებელი, ვისაც აი ეს მსნაობის პრობლემა არ ქონდა და მე მგონია ეს რაღაცა 21 საუკუნის ერთ-ერთი რაღაც ჩვეული მდგომარეობა არის, მგონია საშუალო სტატისტიკური ადამიანი. ანუ მეც ესე ვიყავი რა სინამდვილეში. რაღაცა გაიარე, გამოიარე, რაღაცა იქ ორცხობილა შეჭამე, გაიარე, გამოიარე, შოკოლადი მოატახე და სინამდვილეში ამას კვებას საერთოდ არ ვეძახით და ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაფერი არის კვება, რასაც დღის განმავლობაში პირში ჩავიდევს და ხო, ინსულინ რეზისტენტობა ახსენე ასევე და ამ გამოწვევის მქონე ადამიანის მყოლია პრაქტიკაში, ვისთანაც მუშაობდი და ყველაზე პირველი ნაბიჯი, საიდანაც დავიწყეთ მასთან მუშაობა, აი ეგ იყო რა, რომ აი მოდი კვებებს შორის შუალედები დავიცვათ, რომ ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ ამ ორგანიზმს რა, იმიტომ რომ უკვე რეზისტენტული როცა ხარ ამ ინსულინის გამოყოფის მიმართ ნიშნავს, რომ შენ უჯრედებს ვერასდროს ვეღარ აწვდი. ანუ უკვე რაც არ უნდა იკვებო, მაგ დროს შენს უჯრედებს ვეღარ აწვდი შესაბამის ნივთიერებებს, რა სჭირდება ენერგიისთვის და ხო, ამ ჩვევის დარეგულირებამ შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც მოაგვარა ამ ადამიანში და დღეს ფაქტიურად ეს დიაგნოზი აღარ აქვს, რაც ძალიან მიხარია. მომილოცავთ კი მახსოვს თქვენი წარმატების შესახებ. კარგი. მზიკო, შენი პირველი რჩევა რა არის ხოლმე ამ დროს აი მსნაობაზე, როცა მიდგება საქმე? მომხმარებელთა. მსნაობაზე როცა მიდგება საქმე, როცა ვიგებ, რომ ესე ადამიანს ეს მიმართება აქვს და ეს პრობლემა აქვს, ნუ პირველ რიგში ვუხსნი, რომ არაფერს არ ვჭამ, ეს ასე არ არის, ანუ ნებისმიერი ერთი ლუკმაც საკვებია და ჩვენს ორგანიზმს შესაბამისი პასუხი აქვს ამაზე და ანუ რაღაც შეგრძნების დონეზეც და ფიზიოლოგიურ დონეზეც ვცდილობ ხოლმე ავუხსნა რა ხდება ორგანიზმში, რომ გაცნობიერებულიც გქონდეს ხოლმე. შესაბამისად ანუ მაგ დროს პრობლემა რა არის, რატოს მსნაობს, მაგას ვარკვევთ და მთავარი არის ზუსტად შენ რაც ახსენე რა, კვებათა შორის შუალედების დაცვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგ დროს კვებათა რაღაცა ფიქსირებული, ისა იყო რა ქვია, ჯერადობა, დღის მანძილზე რამდენჯერ უნდა იკვებო და ამასთან ერთად რა თქმა უნდა ვუხსნით ჩემს საყვარელ ასე დაბალანსებულ და ჯანსაღთებს, რომლის საშუალებითაც და რომლის წყალობითაც რეალურად, ანუ ეს არის იმისი გარანტი, რომ 3-4 საათი ჰარვარდის ჯანსაღის თაფშის მოდელზე მაქვს საუბარი, რომ 3-4 საათი ენერგიაც გექნება, დანაყრებულიც იქნები და რეალურად არც მოგშივდება. და ანუ რაღაცა 3-4 საათში შეიძლება თუ რაღაცა ხემსი მოგინდა, აქ უკვე ჯანსაღ ხემზე ვსაუბრობთ, რომელიც უფრო ძირითადი კვებისგან განსხვავდება და რაღაც უფრო მცირე კალორიაჟითაც უფრო დაბალია, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ნუ მერე გადადიხარ ისევ ძირითად კვებაზე და ანუ მაგ დროს შენ ასევე ახსენე, რომ ანუ დღეს არისო ძალიან ხშირიო და ანუ უმრავლესობაში გვხვდება, ალბათ იცი რატო არის ეგ ამბავი, ეხა ამ წამს დავფიქრდი, რომ ძირითადად ადამიანები ოფისებში გადასხდნენ, ანუ ოფისებში დავსხედით ყველანი, ანუ 21 საუკუნეში, ნუ მე აღარ, მაგრამ მაინც ადამიანების უმრავლესობა შესაბამისად ოფისში ეს ქცევის ნაწილია, კომპიუტერთან როზი ხარ, ქცევის ნაწილია, რომ რაღაცა გიდევს და რაღაცას მსნაობ. ასევე შენი თანამშრომელი გვერდზე მაგიდაზე როზის შესვენებაზე რო გავიდა და რაღაცა ჩიფსი ამოაყოლა ხელს, ურცხობილები მოაყელა ხელს და რაღაცა ახალი რაღაც შემოიტანეს მაღაზიაში და მოდი გავსინჯოთ, ანუ აი მსგავსი ჩაკეტილი წრეა რა. უბრალოდ მან ქცევითი ნაწილიც არის კიდევ ერთი, რომ აი საღამოს, ნუ კიდე ცოტა კიდე სხვა თემაა და უფრო რაღაცა დიდი ამბავი შეიძლება ანუ უფრო კიდე ჩავშალოთ, მაგრამ აი საღამოს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჩავჯექი და რაღაცა, არ ვიცი, ჩიფსი მოვიდგით, ხილი მოვიდგით, ხილთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ როგორ მექნება ხილთან პრობლემა ჯანსაღი ცხიმის წყარო, უბრალოდ მანდაც ვიცით, რომ პორციის კონტროლი არის მნიშვნელოვანი, თორე შეიძლება პროდუქტი იყოს ჯანსაღი, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მაღალკალორიული და ბევრი კალორიაც შეიძლება მივიღოთ და ანუ კალორიულ ნამატში მოვექცეთ და წონაც მოგვემატოს. და მოკლედ ამ კომპიუტერთან რომ მოვჯდები, ასე ვთქვათ და
რაღაცას ჩავრთავ ვუყურებ და ვსმუსნაობ რა ამ დროს რა. კი, მეც ვარ ეგ. აღჭურვილი ვარ ყველაფრით, ანუ მაგ დროს განსაკუთრებით, ანუ ჩემი საყვარელი რჩევა არის ხოლმე, რაც შეიძლება აი საღამოს ხემსად და თუ მე თვითონაც ძალიან მიყვარს და ჩემ თავზეც ვიყენებ ეს ბოსტნეულის დიდი ეს რა ქვია თეფში მაგ ხოლმე სავსე და დაჭრილი ან სტაფილო ბულგარული კიტრი რო ხრაშუნობდეს ხო? კი, რო ხრაშუნობდეს, ეგ მუღამი აქვს და ჰუმუსთან ერთად არის ჩემი საყვარელი, ასე ვთქვათ, საღამოს ჯანსაღი სასმუსნაო. ხემსი, მოდი ხემსი დავარქვათ ამას, იმიტომ რომ მსნაობა უფრო არაჯანსაღთან ასოცირდება და თან მით უმეტეს ამ დროს იღებ ბოჭკოსაც და ციlaსაც, მცენარეულ ციlaსაც და ხო, ბოჭკოზე კიდე მინდა რაღაცები ვთქვა, შენ თუ რამეს დაამატებდი ამ მსნაობის და საღამოს ჩავჯექი და პოპკორნი მოვიდგი, თხილი მოვიდგი ნაწილს თუ დაამატებ თუ არა და გავაგრძელებ ბოჭკოზე საუბარს. ერთადერთი რასაც დავამატებდი, აი აქ ჩემ თავზეც მაქვს რა ეს გამოცდილი და რეალურად ანუ არ არსებობს რა ეს ხანდახან არის ხოლმე რაღაც სტრესული მომენტები, ბოლომდე ვერ გააკონტროლებ მოკლედ ვერაფერს რა, მაგის თქმა მინდა, ანუ რაც არ უნდა ბოლომდე ცოდნით იყოს შეიარაღებული, მარტო შენ თავზე, შენ თავთან როცა მარტო რჩები, ანუ ბოლომდე მაინც ვერ გააკონტროლებ და აი მეც კი მიჭირს ხოლმე განსაკუთრებით რაღაც ეს სტრესული დღის მერე, ან რაღაცა ბევრი რაღაცის გადალახვა თუ დამჭირდა იმ დღეს, აი საღამოს ვატყობ ხოლმე, რომ აი მაგ დროს ძალიან მიჭირს მეც განსაკუთრებით ახეთ ტკბილეული ძალიან მიყვარს მეც და ერთი დიდი გამოწვევა არის ხოლმე ჩემთვის რომ აი საღამოს რაღაცნაირად თითქოს ტვინი ითხოვს რომ კარგი ახლა გეყოფა დღეს რაც გადალახე და მოდი ახლა ცოტა ხანი წამოწექი და მომეცი ახლა ეს რაღაცა ტკბილები და უნდა რომ კომფორტულად იქნოს თავი მოკლედ რა და მე რასაკეთებ ხოლმე ამ დროს მეც რა გააჩნია რა მაქვს ხოლმე ახლა დღეები როცა არ არის პრობლემა ხა სულ სტერილურად ვერ იქნები ადამიანი და მანდ ბალანსია ხო მნიშვნელოვანი ახლა პირიქით აკრძალვებს რაც მოაქვს და შეზღუდვებს რაც მოაქვთ ვიცი ვიწვნიეთ ორივემ ჩვენ თავზე ამ რაღაცა კლებამატების და რაღაც ციკლებში როცა ვიყავით და არის ხოლმე დღეები როცა არ არის პრობლემა და კი მაგრამ ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ თუ არჩევანი მაქვს ავირჩიო ხოლმე რაღაც ისეთი რაც ნაკლებად დამაზიანებს. ხო, ეს ხრაშუნის მომენტი ძალიან კაია, მე ბულგარული მაქვს ხოლმე ამოჩემებული მაგ და თან ტკბილია წითელი. კი, ორია. twins ვატყუებ. ხო, მე ესეთია რა, მანდ მნიშვნელოვანია რომ რაღაცა ის პატერნი არ ჩამოყალიბდეს, რომ არა არ შეიძლება და აუცილებლად ჯანსაღი, იმიტომ რომ ხო, ბოჭკოს თემა არ დაგავიწყდეს, მაგრამ აქვე მინდა მივაბა რა ამ თემას, რადგან მოიტანა რომ მე იმის წინაშეც ვიტექი, რომ ცოტათი ვატყობდი ჩემ თავს, რომ ცოტა ფიქსაციისკენ წამივიდა რაღაც მომენტში რა, აი ჯანსაღ ცხოვრებაზე და ჯანსაღ კვებაზე ფიქსაცია. აი ზუსტად მაშინ რაღაცა კრიტიკულ ნიშნულს როცა მივუახლოვდი ჩემი წონის და რაღაცა იმ მაჩვენებლის, რომლის ქვემოთაც უკვე რაღაც ძალიან არაჯანსაღი ხდებოდა ჩემი სიგამხდრე, მაშინ მივედი ამ ნიშნულსა და რაღაცნაირად მქონდა ეს მომენტი, რომ ცოტა ფიქსაცია ხო არ გაგვხდია, ცოტა ხო არ გეშინია. აი წონის მატების შიში შემოვიდა თითქოს ამ დროს, რაღაცა ეს მომენტი მქონდა, რომ აი ხა ერთი ლუკმაც რო შევჭამო შოკოლადი, აი ხო არ მოვიმატე, რაღაც ეგრევე მივდიოდი სარკეში ვიყურებოდი, რომ აი აბა სად მომემატე ის ერთი ლუკმა შოკოლადი და ეს კიდე შემდეგი გამოწვევაა რა მას შემდეგ როცა რაღაცა მიაღწიე შენ მიზანს და იმ რაღაც ვიზუალზე იმ ფორმაში ხარ როგორ ფორმაშიც გინდა რომ იყო აი მერე რა ხდება მე როგორ უმკლავდები ყოველდღიურობას და ეს რაღაცა შიშის მართვა ერთი ლუკმა რას გიზავს ეგ კიდე ცალკე დრაკონია რა რაღაც რომელიც ძალიან ესეთი არც თუ ისე მარტივი გადასალახია და აი რაღაც პატარ-პატარა ისეთ ქცევებში აისახება კიდე რა როდესაც დამიჭერია ჩემი თავი რომ ცოტა მიჭირდა რომ დამეჯერებინა რომ რეალურად ისეთ ვარ, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყავი, რომ თითქოს რომ მიმეღო რა, ჩემი თავი უკვე გამხდარი რა, ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო. მიჭირდა ამის მიღება და თითქოს რო გინდა კიდე უფრო მეტად გახდე, რომ ცოტა ფორა კონდეს. ან გეცნობა? კი, მე ანუ BMI-ის მინიმალურ ნიშნულამდე ჩამოსვარ, იმიტომ რომ რამე იყოს
ფენომენია ალბათ ეს ფიქსაცია როცა გაქვს იმ მომენტში რაღაც სხვა მიმართულებით აზროვნებს ავარაუდოთ არ არის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება არც კვებასთან და არც ჩვენს ხელთან რა და მე უბრალოდ ამ მომენტში ძალიან რთულია ძალიან მნიშვნელოვანია რამენაირად სწორი ინფორმაციით შენ თვითონ გამოძვრე აქედან ან სწორი ადამიანი იპოვო რომელიც დაგეხმარება იმიტომ რომ ხანდახან არის ისეთი кейსები რომელიც ჩვენი მართვის სფეროს ცდება მაგალითად რომელიც შეიძლება უკვე ფსიქოლოგის სამართავი იყოს რა მაგრამ მე პირადად რაც ყურას ჩვენ შეგვიძლია კვების კოუჩება მართოთ იმიტომ რომ ემოციური კვება როგორც ასეთი დღეს შეიძლება იმის ფონზე რომ რაღაც 21 საუკუნეში სტრესული გარემოა და რაღაც სტრესი აქვს ყველას რაღაც სხვადასხვანაირი ემოციური კვება ჩვეულებრივი ამბავია და კვებით აშლილობად რაღაცა სტადიამდე ვერ მოვნათლავთ რა შესაბამისად ეგ ხდება ჩვენს მომხმარებლებშიც თუმცა შესაბამისად მე ზუსტად იმ გზაზე როცა გავდიოდი ამ გზასთან რაღაცა ჩაკეტილ წრეს შემ 15 წლიანს მაშინ რაღაც მომენტში მინატრია რომ ვინმე უბრალოდ საქართველოში არ იყო არავინ ისეთი, ვინც რაღაც გზაზე დამაყენებდა სწორ ინფორმაციას მომცემდა და მე რაღაც ახლა ვფიქრობ და ვამბობ ხოლმე რომ დღეს ის ადამიანი ვარ, ვინც მაშინ მჭირდებოდა თქო რა. ხო და რეალურად ეგრეა და მაშინ მე უბრალოდ ჩემს შემთხვევაში შენ როდის დასრულდა ეს ჩემი რაღაცა და როდის დავიწყე აქიდან გამოსვლა და როდის მივხვდი რომ მარტივი გამოსავალი აღარ უნდა მეძებნა ეს იყო პანდემიის პერიოდი როცა რაღაცა ჩემს გონებაში განათდა რაღაცა ბევრი დრო გამომიჩნდა და დავიწყე თითქოს რაღაცა სხვა ამ შენ ხო ნატუკას და შენი შვილის პარალელურად დაიწყე რაღაცა ჯანსაღ-კვებასთან შეხება და მე მსგავსი кейსი ესე არ მქონია მაგრამ უბრალოდ დრო გამომიჩნდა და უბრალოდ მივხვდი რომ სადღაც სხვაგან უნდა მეძებნა პასუხები და რაღაცა ის უამრავ ინფორმაციაში რომელიც მაშინ არსებობდა ოღონდ არა ქართულ სხვა შორის საქართველოშიც ნელ-ნელა წამოვიდა მაგ დროს ინფორმაციები მაგრამ არ ვიცი ამ ინფორმაციის ტალღებში ჩავიძირი ასე ვთქვა და რაღაცა სწორი ნაბიჯები რეალურად გადავდგი რა მაშინდელიდან მოყოლებული აკადემიაში სწავლის დროს მქონდა ძალიან ბევრი აჰა მომენტი ერთი ის მომენტი მქონდა რომ იმ დროს თურმე რა ხდებოდა ჩემს ორგანიზმში და რა შეცდომებს ვუშვებდი ეს პირველ 15 წელში და მე უკვე როცა რაღაცა ინფორმაციები მქონდა სხვადასხვა ინფორმაციები უკვე უცხოურ წყაროებზე ძირითადად ამერიკულზე და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით რაღაცეებს ინტუიციურად რომ ვაკეთებდი უკვე შენარჩუნების გზაზე რომ ვიყავი ოღონდ და მაშინ ხო და აკადემიაში მიღებული ინფორმაციიდან მიფიქრია რომ ეს თურმე სწორად მივხვდარ ვარ მაგას და რაღაცა ეს ყოფილი ყოფილა რომ რაღაცა ეს სწორად გამიკეთებია კი მეც მგონია ეგ შეიძლება რომ ესე კი ეს კარგია ხო და შესაბამისად ეს უკვე რაც შენარჩუნების პროცესში გავიარე და შენ რაც ახსენე შენარჩუნების დროს ეს გამოწვევები ეს ფიქსაცია ეს ჩვეულებრივი ამბავია პირველ ეტაპზე, მაგრამ ეგეც მართვადია, დრო სჭირდება უბრალოდ რაღაც გადალახვა, იმიტომ რომ მან გაქვს გამოწვევა, რომ რამდენად შეგიძლია შეინარჩუნო ეს შენი მიღწეული შედეგი. სხვადასხვა სიტუაციაში რომ დატესტავ შენ თავს, რომ ჩვეულებრივად, რა ვიცი, წარმატებულად მიდის ყველაფერი, მე უფრო თამამიხარ და მე შეიძლება აღარ გქონდეს ეს ფიქსაცია, მაგრამ ეს ფიქსაცია თუ რაღაცა გაიზარდა და გამწვავდა, უკვე როგორც ვთქვით, რომ ცოტა უკვე სხვა მიმართულ, სხვა სპეციალისტის ჩართულობა შეიძლება მოითხოვოს ამან. და მაგნაწელში კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ წეღან ტკბილის სიყვარულზე რო ამბობდი რა, მეც ძალიან მიყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი. კი არა შოკოლადი. მოდი ესე ვიტყვი. შესაბამისად, ჩემთვის რაღაც მომენტში, არ ვიცი, ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია უბრალოდ მე რაღაც სხვა ჩემი არჩევანია ეს და ყველასთვის არის ძალიან ინდივიდუალური ისე ვიღაცისთვის შეიძლება საერთოდ არ იყოს პრიორიტეტი შოკოლადი რა და მქონია ეგეთი ამბები მქონია ეგეთი შემთხვევა ვიღაცას უყვარს არ ვიცი მაგალითად მყავდა მომხმარებელი რომელიცაც ძალიან უყვარდა ნაყინი
კი და მყავს დღესაც მუშაობ მასთან ზაფხულში ნაყინი არის მისთვის ანუ ყოველ დღე ნაყინიანი ყავა ცივი ნაყინიანი ყავა აუცილებელი იყო და ანუ შესაძლებელია რომ რაღაცა ესეთი დავტოვოთ ხოლმე რაციონში როცა მისთვის რაღაცა მნიშვნელოვანია და ემოციური სტრესი შეიძლება იყოს მისი აკრძალვა იმიტომ რომ მე საბოლოო ჯამში მაქამდე მიდიხართ ამ აკრძალვებით რომ იკრძალავ და მე რაღაცა დროის მერე სხვა ფორმით და უფრო დიდი რაოდენობით შეიძლება მიიღო ის პროდუქტი და შესაბამისად მე იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული კი არა და შოკოლადი უფრო მეტად აი მაქვს კვების მერე მიყვარს ტკბილი გემოთი დასრულება. შესაბამისად ერთი ლუკმა ხოლმე ჩემთვის საკმარისი არის რომ რაღაცა ის რეფლექსი მივიღო და ის სიგნალი მივიღო. თუმცა აქაც შეიძლება ვიდეოდ რამდენად ჯანსაღი ან არა ჯანსაღი შეიძლება იყოს ეს დამოკიდებულება, მაგრამ ამ ეტაპზე მე პირადად პრობლემებს არ მიქმნის და ანუ ისეთი არა. ფსიქოლოგიური მომენტია მოკლედ ეს ჩემთვის რაღაცა ეს. როგორც ჩვენი კოლეგა ანა გოგობერიშვილი ამბობს, აკორდი არის კვების ბოლოსა და შეგვიძლია ეს კვების აკორდით შევცვალოთ მაგალითად მან პრიორიტეტი მოიცა რითი ჩავანაცვლეო ლიმონით ვამთავრებ ხო ეს აღნიშნა ბოლო ემაზე და რეალურად ალბათ შესაძლებელია არის ალბათ კი არა და შესაძლებელია რომ მოვინდომა უბრალოდ არ მინდა და მანდ მოდის აი ეს 80-20-ის წესი შენს ცხოვრებაში რომ 80%-ით რაღაცებს აკეთებს სწორად ის რაც ჯანსაღია ის რაც სწორია ის რაც რაღაცა საერთაშორისო ის რაც გჭირდება და ორგანიზმს ჭირდება იმისთვის რომ ჯანმრთელი იყოს და ჯანმრთელად და ხარისხიანად იცხოვროს ხანგრძლივად ხო და ის 20 უკვე რაღაცა ეს სიამოვნების ნაწილია დოფამინის ნაწილია ტვინსაც არ ვიცი კომფორტის ნაწილია რომ რაღაცა გინდა რა ხარისხიანად ცხოვრებისთვის უბრალოდ რაღაცის სიამოვნებისთვის გაკეთებაც მნიშვნელოვანია, ხო? დამეთანხმები, ანუ არ არის ეგ მარტო რაც გჭირდება, უბრალოდ რაც გინდა, ეგეც მნიშვნელოვანია რა, მაგის უგულებელყოფა ძალიან დიდი შეცდომაა ხოლმე და ხშირად ეგ არის სწორად აი ამ რაღაც გაწერილი დიეტების პრობლემა, რომ ანუ რაღაცა სტერილურად გამოიყურება ყველაფერი ძალიან ისეა, მაგრამ მაგიტომაც ვერ ხდება გრძელვადიანად შენარჩუნება, რომ სიამოვნებისთვის გამოყოფილი ნაწილი სად არის აბა აქ და თუ არ არის ეგრე ვერ იცხოვრებ ადამიანი გჭირდება კი ეგრე არის ნამდვილად იმიტომ რომ მე ისევ აკრძალვები ისევ სტრესი იმიტომ რომ როგორც ვიცით мотиваცია თავიდან აქვს ადამიანს ნებისმიერ საკითხში დიეტის დაცვის საკითხში და მე ეს мотиваცია რაღაცა დროის მერე ნებისმიერი საქმის კეთების დროს мотиваცია ქრება და უნდა დარჩეს დისციპლინა და შესაბამისად ეს რაღაცა შენ თუ არ გიყვარს და ანუ არ მოგწონს ანუ შეუძლებელია ან ძალიან რთულია გრძელვადიანად დაიცვა რა და თუ რაღაცა შენს კვებაში გიქმნის დისკომფორტს და რაღაცა გჭირდება რომ დაამატო და იმიტომ რომ რაღაცაზე ფიქსაციას დაკეთებ და არ ვიცი ის ერთი ნატეხი შოკოლადი რო გჭირდებოდეს შენ არაფერს არ აშავებს ისეც. ნუ თუ რა თქმა უნდა ისევ ჯანმრთელ ადამიანს გულისხმობ. ისევ და ისევ. კი, ზუსტად ამიტომაც ვფიქრობ, რომ აი ამ დროს კიდევ უფრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სწორი ადამიანის მიერ მართული პროცესი რა. აი ეგ შენარჩუნების გზაზე და იმისთვის რომ რაღაცები დაბალანსდეს და რაღაც არ გახდეს ჩვენთვის ზედმეტი თავის ტკივილი და როგორ გავიაროთ აი ეს შენარჩუნების და უკვე რაღაც ადაპტაციის პროცესი უმტკივნეულოთ და ბალანსში დავრჩეთ საბოლოოდ და ხარისხიანი გახდეს საბოლოოდ ჩვენი ცხოვრება არის ჩემი გადმოსახედიდან პირადად აი მანდ კიდევ უფრო დიდია კვების კოუჩის როლი რა. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვხედავ და როდესაც მე თვითონ გავდიოდი ამ გზას ძალიან ვისურვებდი რომ ვიღაც ადამიანი ყოფილიყო ვინც ამ პროცესში შემიმსუბუქებდა რეალურად ამ გზას და რაღაცა მარტო არ მომიწევდა აქედან გამოსვლას. იმიტომ რომ პროცესის ნაწილია ესეც. ერთ-ერთი ეტაპია ესეც გასავლელი ეტაპია ესეც და სად არის გარანტია რომ მარტო შეძლებ რომ გაუყვერა და გამოხვიდე აქედან და ხშირად აი მანდ სტატისტიკურად ვიცით ხო რაღაცა ვისაც დიდი ჭარბი წონა აქვს დაკლებული მხოლოდ 5% დაახლოებით 5% იყო თუ სწორად მახსოვს ვინც 5 წლის განმავლობაში ახერხებს რომ შეინარჩუნოს და აი ზუსტად მანდარი უმრავლესობა ჩემი დაკვირვებით
სადაც აი ხდება ხოლმე რაღაც აცდენა რა და მანდ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვფიქრობ სწორი მენტორის კი ყოლა. იმიტომ რომ წონის შენარჩუნება არის ამ პროცესის ნაწილი. მაშინ რისთვის მოხვედი ამ შედეგამდე თუ არ შეინარჩუნე ხო რეალურად და ანუ მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ანუ სწორი ადამიანის და შენ თვითონაც სწორი მიდგომა გქონდეს ამ ყველაფერთან ანუ სწორი დამოკიდებულება იმიტომ რომ მე როგორც დასაწყისში აღვნიშნე ანუ ჩემს პროცესში მთავარი პრობლემა ეგ იყო შენარჩუნების პრობლემა მქონდა იმიტომ რომ რეალურად ეგრეა არასწორად არაჯანსაღად დაბალკალორიული დიეტებით და რაღაცა არადეკვატური დიეტებით დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება პრაქტიკულად წარმოუდგენელია რა და რასაც მე ჩემ თავზე გამოვლილი მაქვს და თუმცა ჯანსაღად და სწორად და სწორი გზებით დაკლებული კილოგრამების შენარჩუნებაც ესე მარტივი არ არის ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ესეც ქცევითი ნაწილია და ესეც სამართავია და ესეც უნდა ისწავლო, ანუ პრაქტიკის ამბავია, თავდაჯერებულობა და თვითეფექტურობა. იმიტომ რომ მე აი როგორც შენ აღნიშნე უკვე რომ რაღაცა შეიძლება შიშები გქონდეს, რომ შეიძლება რაღაცა ერთი გადაცდენაც კი ერთმა გადაცდენამაც კი დაგაბრუნოს იქ და ანუ ამიტომაც ეს ორთორექსია, რასაც ქვია, ეს ზედმეტად ჯანსაღ კვებაზე ფიქსაცია არც ეგ გვინდა. იმიტომ რომ 80-20 ისევ ჩემი საყვარელი 80-20 პრინციპი არის, რასაც ჩემს მომხმარებლებს ვეუბნები ხოლმე, რომ რაღაცნაირად მათ ცხოვრებაში რომ დანერგონ, არ ვიცი, ალბათ ყველაზე მარტივი არის ხოლმე რა, იმიტომ რომ ცხოვრებაა და იმიტომ რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი გვაქვს მათ შორის კვება. ანუ შეუძლებელია გაწერილი ქონდეს მთელი წელი. არ ვიცი, მე ჩემთვის წარმოუდგენელია. კი, არა, როგორ გექნება აგერ ჯერ მარტო იმდენი დღესასწაული გვაქვს. ახალი წელი მე მგონი ჯერაც არ დასრულებულა ზოგიერთი ადამიანისთვის, ასე რომ ხო, ბუნებრივია რა ეგ და ამ ყველაფრის ადაპტაცია ჩვენ ცხოვრების წესთან თუ არ მოხდა, სხვა შემთხვევაში განწირულია და ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი გასაღები რა, რომ ნებისმიერი ის არჩევანი, რასაც ვაკეთებთ, უნდა იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული ჩვენი ცხოვრების წესთან და ეს ცხოვრების წესი კიდე ინდივიდუალური არის ყველა ადამიანისთვის და ზუსტად ამიტომ ინდივიდუალური მიდგომა და ბალანსი. ხო. მივედით მე მგონი რაღაც ჭეშმარიტებამდე. ჩვენ მივედით ხა. ხო, აი ბალანსზე მინდოდა მეთქვა, ბალანსი კი არა, ახლა გამახსენდა რომ ეგ მინდა ვთქვა, რომ მაგ დროს თვითონ სწორი კვების დროს, კი არა, ჯანსაღი პროდუქტებით კვების დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ჯანსაღი პროდუქტებით კვება არ ნიშნავს სწორად კვებას. ხო მეთანხმები? იმიტომ რომ მარტო ჯანსაღი პროდუქტი, იმიტომ რომ შეიძლება ჯანსაღი პროდუქტებით იკვებებოდე და არასწორად და არადაბალანსებულად. ანუ ამასაც ცოდნა უნდა. იმიტომ რომ არ ვიცი, ხო თანხმდებით იმაზე, რომ არ ვიცი, შეიძლება ბოსტნეული ხო ჯანსაღია, მაგრამ იყო ტრენდი, რომ მარტო ფოთლებს ჭამდნენ და ეგ ხო არასწორია. შესაბამისად, ანუ ამ ყველაფერსაც ცოდნა უნდა ჩვენი თებში, როგორ უნდა დავაბალანსოთ სწორად ჯანსაღი პროდუქტებით და მათგან მაქსიმალური სარგებელი რომ მივიღოთ და აქ თემიძელია კი არა და მინდა ვისაუბრო ერთ ესეთ ჯანსაღ პროდუქტზე, შვრიაზე, არ ვიცი, ანუ ეს არის რა ქვია, ჩემთვის ანუ ჩემ როგორც წეგან ვახსენე რომ ანუ შვრია მიყვარს, ანუ საუზმეებში რაღაცნაირად ჩემი საუზმის ნაწილია რა, თითქმის ყოველდღე, იმიტომ რომ როცა მეჩქარება ხოლმე შვრია არის საუზმობკი და ყოველდღე მეჩქარება, იმიტომ რომ ყოველდღე სადღაც გავრბივარ. აი ეს აუცილებელი არ არის რომ ანუ რაღაცა ყველა შვრით იყვება იწყებდეს დილას, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება
აუცი, კვერცხის ომლეტი ერჩინოს ან სხვა რაღაცა. ესეც ინდივიდუალურია, თანხდებით. კვერცხი. ხო, თანხდებით მაგაზე უბრალოდ რაღაცა შვრია ეს ის არის რა, საუზმის რაღაცა გავრცელებული შვრია, მაინც პირველი ასოცირდება საუზმესთან რა, უბრალოდ ძალიან ხშირად გამიგია მსგავსი ფრაზა ადამიანებისგან, რომ აიცი რა არის შვრიას რომ კი, მაგრამ აი შვრიას რომ ჭამ მალე მშივდება და ანუ მანდ უკვე სანამ ცოდნას მივიღებდი, მე ჩემთვისაც კითხვის ნიშანი იყო, რომ რატო შევდება ამ ხალხს ნეტარა, იმიტომ რომ თურმე მე სწორ შვრიას ჭამდი და ეს სწორად ჭამდი მაშინ ინტუიციურად და ახლა ანუ ეს ჩაგიშლი რას ნიშნავს, ახლა მე რას ვეძახი სწორ შვრიას და სწორად შვრიას, სწორად ჭამას შვრიის რა, იმიტომ რომ ანუ ადამიანებს გამოვარკვიე მე, ანუ მათ რომ ვესაუბრე და ანუ გასაუბრების ჩემს მომხმარებლებზე მაქვს ისევ და ისევ საუბარი, რომ და არა მარტო პრინციპში, რომ ანუ ორი ვარიანტი გაქვს მაგ დროს რა, როცა ეს ჩვენს შვრიას როგორ შეიძლება გადავაქციოთ ჯანსაღი პროდუქტი შვრია მეტაბოლურ კატასტროფად ეგრეთ წოდებული რა. ხო. მეტაბოლური კატასტროფა რასაშიშად ჟღერს? როგორ ჟღერს, ხო? ანუ არის ორი ვარიანტი, ან ჭამ ანუ არასწორ შვრიას, ეხლა რას გულისხმობ არასწორი შვრია, ანუ გადამუშავებული, რაფინირებული შვრია. ეხლა რა იგულისხმება ამაში? მე მგონი ცოტა სხვა თემისკენ წავედით, მაგრამ აი ბოჭკოზე რომ მინდოდა მელაპარაკა, აი აქ უნდა მოვიხსენიო, ეხლა ბოჭკო და ბარემ ცოტა ჩავშალოთ და ცოტა უფრო რაღაცა სიღრმეებში და მეცნიერებაში წავიდეთ. ხო და ანუ რეალურად ეს ანუ რაფინირებული და გადამუშავებული შვრიას მოსწრილი აქვს ყველაფერი, ანუ მარცვლის სტრუქტურა ვიცით ხო, როგორია, ანუ არის ჩანასახი, არის ენდოსპერმი და არის ჩენჩო. და როდესაც ეს ყველა მარცვალზე ესეა? კი, ხო, ანუ ყველა მარცვალზე ეგრეა, მთელმარცვლოვანი და გადამუშავებული რა სხვაობა არის. ხო და ანუ რეალურად ეს გადამუშავებულ შვრიაში ანუ არის დარჩენილი ენდოსპერმი, სადაც არის მარტო სახამებელი, ანუ სახამებელი ნახშირწყალია, რომელიც გვაძლევს უბრალოდ ენერგიას, სხვა არაფერს და დანარჩენი რაც არის ვიტამინები, ცოტა ვიტამინებია და ცოტა მინერალებია შემორჩენილი. და დანარჩენი ძირითადი რაც აქვს ცილა, ვიტამინები, მინერალები და რაც მთავარია ბოჭკო, რომელიც არის ჩენჩოში, ეგ აქვს მოსლილი. და ამ ბოჭკოს დღეს არ ვიცი, ანუ ასე მგონია, ანუ მაშინ არ ვიცოდი, საკმაოდ უკვე უფრო ალბათ აკადემია შემილია ვთქვა, რომ აი ბოჭკოს მნიშვნელოვნება და ბოჭკო რამდენად მაგარი რაღაცაა ჩვენი ორგანიზმისთვის და როგორ გვჭირდება, ну უკვე უფრო აკადემიაში გავიგე და აკადემიაში გავამახვილე მაგაზე ყურადღება რა, იმიტომ რომ რეალურად ანუ ბოჭკოს სარგებლიანობა ჯანმრთელობაზე არის, რა ვიცი, ყველანაირ სისტემაზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, წეღან ანუ სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ამასთან ერთად გულის დაავადებებისთვის ძალიან კარგი, ანუ გულის ჯანმრთელობის სამართავად და პლუს ამას ცუდ ქოლესტერინს, ცუდ ეგრეთ წოდებულ ცუდ ქოლესტერინს LDL-ს არეგულირებს. შესაბამისად, ანუ და მთავარი დანაყრების შეგრძნება. ხო, დანაყრების შეგრძნება წონის კლებაში გვეხმარება და ხო და შესაბამისად, ეხა რო ავიღოთ ორი მარცვალი, თელმარცვლოვანი შვრია და გადამუშავებული შვრია. ძირითადად თუ არ იცი შვრიის არჩევა, აი ეს სწრაფად მომზადებული შვრიები რაც არის, ცხელ წყალს რო დაასხამ და 2 წუთში რომ მზად არის, ეგ არის გადამუშავებული. და ანუ თუ ადამიანი ამ შვრიას იღებს, რა თქმა უნდა, მალე მოშივდება და 3-4 საათი. იმიტომ რომ ბოჭკო არ არის. იმიტომ რომ ბოჭკო არ არის, არაფერი არ არის, ანუ სახამებელია, მარტო ენერგიას აძლევს და რომელიც რაღაცა მალევე გადის ეს დანაყრების შეგრძნება და ნაკლებად ენერგიულიც არის, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის სწორი შვრიაც სწორად მივიღოთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოჭკო აქვს, მარტო ნახშირწყალია, ანუ საკვები ნივთიერება, მაკრონუტრიენტი 3 გვაქვს, ნახშირწყალი, ცილა, ცხიმი და მნიშვნელოვანია, რომ ნახშირწყალი შევფუთოთ და ჩემი რა ქვია, ჰარვარდის მოდელის ჯანსაღითებშიდან გამოვალ და გამოვიყვან მაგალითად, რომ ანუ დავაკომბინიროთ დანარჩენ ანუ ყველაფერი გქონდეს თებშზე, როცა სრული პაკეტი გვინდა მივიღოთ და ძირითადი კვება მივიღოთ, ხო ეგრეა და შესაბამისად თუ ამას დაუმატებთ ამ ჩვენს შვრიას, ცილის და ცხიმის წყაროებს, რა ვიცი, ყველი, კვერცხი, ხაჭოსაც ვუმატებ ხოლმე მე ხშირად.
შესაბამისად ყველაფერი კარგად იქნება და არც მალე მოგშივდებათ მეგობრებო. არც მუსნაობა აღარ დაგხვდება. ანუ თუ შვია გიყვარს და უბრალოდ იმიტომ არ მიირთმევთ, რომ მალე მაშიებს, ანუ მან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი შვია მიირთვათ და სწორად მიირთვათ. და შვია ძალიან კარგი პროდუქტია. მე ძალიან მიყვარს და სხვათა შორის შვრიის პანდემიის დროს ისევ, ანუ მაშინ ხო განათდა და ბევრი დრო მქონდა და პანდემიის დროს, ანუ შვრიას ვქვავდი და შვრიის ფქვილისგან დესერტებს ვაკეთებდი. უიე, ძალიან საინტერესოა. თუ გაქვს რაიმე რეცეპტი შემორჩენილი, გამიზიარე. ანუ რაღაცები მაქვს, მაგრამ ახლა უბრალოდ აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ დრო აღარ მაქვს მაგისი, მაგრამ რეალურად ძალიან მომწონდა პროცესი და ძალიან სიამოვნებდა და თან ძალიან ბევრნაირს ვაკეთებდი, ანუ რაღაცნაირ შოკოლადებიც იყო შიგნით. რა თქმა უნდა. გამიზიარე და მე გავაკეთებ კი, მზიკო და კი, წამოვიღებ ჩვენს ლექციაზე ან ჩვენს შეხვედრებზე. აუცილებლად მოძებნი, დავძებნი, იმიტომ რომ მაშინ ან თან რაღაცა ჩემითაც ვტესტავდი მე რაღაცეებს რა. რამდენიმეს ვაკეთებდი ხოლმე და ნუ მოკლედ ძალიან ესე ვერთობოდი შვრიის ფქვილი. აი ესე მოძიება მე მეზარება ხოლმე რა და რაღაცა ის გამზადებული რეცეპტი თუ მაქვს, მე კი, მე შემიძლია. მე ახლა ერთმანეთისთვის ვართ აკერე, გაუზიაროთ ჩვენ გვაქვს ყველაფერი შეიძლება იპოვო აკადემიაში, ყველა ინფორმაცია. მე მგონი რაღაცა საინტერესო ბევრ თემას შევეხეთ, ხო? რაღაცა, მაგრამ მგონია რომ საინტერესო გამოვიდა საბოლოო ჯამში. მედია რაღაცა ესეთი რაღაც საინტერესო მომენტები და ბევრი გაცნობიერება ექნება ჩვენს მაყურებელს. რა არ უნდა გააკეთოს? ეგ მაინც მე მგონი ვახსენეთ. რა არ უნდა გააკეთოს და პრინციპში რაც უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ანუ მე ესეც მიყვარს ხოლმე რომ რა არის ჩასამატებელი შენს ქცევებში, რომ რაღაცა სწორი გზაზე დადგე. შესაბამისად, კი არ ვიცი ხა რამდენად რაღაცა ბევრი თემა მიმოვიხილეთ, მაგრამ მაინც ჩვენს პირად გამოცდილებაზე ვისაუბრეთ და მე მგონი რომ სასარგებლო ინფორმაცია გავაზიარეთ. კარგი იყო. ძალიან ვისიამოვნე მეც ძალიან კაი იყო. დიდი მადლობა. ასევე